სანამ საპატრიარქო არ უარყოფს ედიშერ ქაჩავას განცხადებებს, მაშინ ის საპატრიარქოს პოზიციად უნდა ჩაითვალოს და საპატრიარქო ვალდებულია დაასაბუთოს გაკეთებული განცხადებების დასაბუთებლობა და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საპატრიარქოს სახელით ცილისწამებლური განცხადებების გაკეთება სერიოზული პრობლემაა. მეც მაქვს კითხვები, რამდენად არის მისი უწმინდესობა საქმის ხურში, ვისთან ათანხმებს ბატონი ედიშერი მის მიერ გაჟღერებულ საკითხები, ვისთან თანხდება, თუ არავისთან არ თანხდება, რატომ აქვს მას ასეთი ცხოველი ინტერესი ამ საკითხებით დაინტერესების. ფაქტია, რომ ვიღაც წერს, ეს არ არის უჩინმაჩინი და ეს არ არის ვიღაც ფანტომასი, ხო? ვიღაც ფაქტია, რომ ამ სცენარს წერს და გაუთავებად იცვლება პერსონაჟები, რაც დღეს ხდება, საპატრიარქოს სურს შექმნას შეთქმულების და კონსპირაციების თეორიები. გამოვიდეს მსხვერპლი და ამით გადაფაროს ამ პროცესების დროს გამოვლენი გაშიშვებული ის გამოწვევები და კრიზისები, რომელიც ეკლესიაშია. იმის მაგივრად რომ განვითარდეთ ჩვენ და ზოგადად სხვა საკითხებში საპატრიარქომ მიიღოს უფრო ლამაზი სახე, ამის მაგივრად ცდილობს დაასუსტოს და დააშინოს ის ადამიანები, რომლებიც შექმნილი კრიზისის ფონზე ბედავენ ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისად თავისუფლად აზროვნებასაც და შესაძლოა კრიტიკულები არიან ეკლესიის პოლიტიკური სხეულის მიმართ. აი ამას ვერ ხვდები, საერთოდ დღეს ჩვენ საზოგადოებას რაში აწყობს ისი მომცემია აი ამ მტრის ხატის გამოგონება, რომელიც რეალურად არ არსებობს. არ შეთქმულება, არა, მე შეიძლება არ ვიცი რომ რამე შეთქმულება საქმე არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან და არანაირი ინფორმაცია, არანაირი მიზანი, არანაირი ინტერესი. მამა გიორგისთანაც მაქვს კითხვები ზოგადად. მე შეიძლება ადამიანურად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ კითხვები არ მაქვს. უფრო გამწვავდა ჩემს მიმართ ესეთი დამოკიდებულება მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი რომ გავაკეთე თქვენს გადაცემაში. ამის შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა ჩემს მიმართ რაღაც მიზანმიმართული შევიწროების და დისკრედიტაციის ცდილობებია. დაიწერა რაღაც საიტებზე 1000 სიცრუე, რომელსაც მე არ გამოვეხმაურე, მაგრამ დღევანდელი განცხადებები უკვე ისეთ ცილისწამებლურია, რომ ეს აუცილებლად იმსახურებს გამოხმაურებას. ჩემს აღკვეცასთან დაკავშირებით დღეს ასევე გააკეთა ძალიან უცნაური განცხადება. ესეთი აგდებულად მოიხსენია საკმაოდ, რომ თურმე მე როდესაც ვაქტიურობდი, მონაზონიც არ ვიყავი და ეხლა კიდევ სადღაც თურმე აღმკვეცეს, ასე აგდებულად. 25 წელია მონასტერში ვიმყოფები, აქედან 12 წელია უკვე საბერძნეთის ეკლესიას რაც ვეკუთვნოდი. საბერძნეთის ჩემს მოძღვარს ასევე აქვს დაფუძნებული ნორვეგიაში წმინდა ულავის მონასტერი, რომელშიც მე სხვათა შორის გადამიყვანეს ბერძნული ეკლესიიდან. ეს მონასტერი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს და როდესაც ჩემზე ამბობენ რომ არანაირი კავშირი არ მაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან, ეს არის შეცდომა, რადგან მე დღესდღეობით ვეკუთვნი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნორვეგიის წმინდა ულავის მონასტერს. ცილისწამებლური განცხადებები ჩვენ აშკარად ქრისტეს წინააღმდეგ მივდივართ უკვე. როდესაც დიცქემონაზონზე, რომელიც არის უკვე 2014 წლიდან დიცქემონაზონი ამბობს, რომ ის სადღაც აღკვეცეს, მაშინ რა კავშირი აქვს, რატო აკეთებს საერთოდ ასეთი განწყობა თუ აქვს მონაზვნების მიმართ ეკლესიის სახელით, ან ეკლესიაზე განცხადებებს, ვის იცავს თუ მონაზონს უარყოფს. როდესაც ამბობენ რომ ეკლესიას ებრძვისო, მე არასდროს არავინ არ მომიხსენებია ცუდად, არც ეკლესიას არ შევხებივარ, ერთადერთი ქალბატონ შორენას შევეხე, იცით რაც პირადად მე მიკავშირდებოდა და ნუ თუ ქალბატონი შორენაა ეკლესია?